მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ადგილობრივ დონეზე მიღებული გადაწყვეტილების მონიტორინგის განხორციელების თემაზე თელავში ტრენინგი ჩატარდა. დღევანდელ შეხვედრაზე მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სახელმწიფო შესყიდვების, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის და ბიუჯეტის მიღების მონიტორინგის საკითხებს გაეცნენ. აღნიშნულ ტრენინგებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია USAID-ის პროგრამის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის კომპონენტის გრანტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ახორციელებს. სემინარები მედია და არასამთავრობო სექტორისთვის იმ უნარჩვევების მიღებას ითვალისწინებს, რომელიც მათ სხვადასხვა პროცესების მონიტორინგის ჩატარებას შეუწყობს ხელს. ტრენინგი რასაკურველი მიზნად ისახავს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის იმ უნარების ძირითადი ცოდნის მიცემას პირველ რიგში და იმ უნარების და ასე ვთქვათ მიდგომების შესწავლას, რომელიც გამოადგებათ მათ იმისთვის, რომ ეფექტურად მოახდინონ ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა პროცესების მონიტორინგი, ეს ეხება სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს, ეხება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მონიტორინგს, ბიუჯეტის მიღების მონიტორინგს და ასე შემდეგ. თვითმმართველობა ზოგადად არის ნიშნავს ხალხის მმართველობას, როგორც ვიცით, ამიტომ მე როგორც ერთ-ერთი დღევანდელი ტრენინგის მონაწილე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია დავაგროვო და შემდეგ გადავცე ჩემს ორგანიზაციის წევრებს და ასევე ჩემი თემის მცხოვრებლებს. ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგი ზოგადად მნიშვნელოვანია ყველასთვის. და ყველა მოსახლებამ და მიიღოს მონაწილეობა ჩაერთოს ამ პროცესებში, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემები წყდება იქ და რაც ჩვენთვის სასურველია, ის უნდა გავიდეს საკრებულოს ხდომებზე და ჩვენ თუ ამაში არ ჩავერთვებით, ჩვენს მაგრად გადაწყვეტილებას არ მიიღებს არავინ.